მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რაკურსი ევროპისკენ, მე კი მისი ავტორი და წამყვანი გიორგი მიქელაძე გახლავართ. Როგორც იცით, საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და ახლა უკვე წინ ორი ნაბიჯით დარჩა გადასადგმელი, ერთი არის მოლაპარაკება წევრობასთან დაკავშირებით და მეორე უკვე უშუალოდ ევროკავშირის ოფიციალური წევრობა, როგორც იცით 2030 წელს გამოცხადებულია, რომ გაიხსნება ევროპის კარები აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის და შესაძლებელი იქნება, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, თუმცა ამის გასავლელად ძალიან ბევრი შრომაა საჭირო საზოგადოების ყველა ჯგუფის მხრიდან და სწორედ თუ რა შრომა უნდა ჩავდოთ მთელმა საზოგადოებამ ამ თემაზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან ერთად ასოციაცია ევროპის დროით თავმჯდომარე ქალბატონი ეკა ქარდავა გახლავთ ჩვენი სტუმარი და სწორედ მასთან გადავალთ ახლა შეკითხვებით. მოგესალმებით ქალბატონო ეკა, მადლობა სტუმრობისათვის. მოგესალმებით გიორგი და პირველ რიგში მოგილოცავთ თქვენ და თქვენს მსმენელს მთელ საქართველოს ამ ძალიან დიდ და მნიშვნელოვან დღეს. ძალიან დიდი მადლობა თქვენს რა თქმა უნდა გილოცავთ ამას და მაშინ დავიწყოთ აი ახლა მიიღო საქართველომ კანდიდატის სტატუსი და როგორც აღნიშნეთ წინ ძალიან გრძელი გზაა. როგორ იწყება გზის გავლა აი კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, რა არის პირველადი მნიშვნელობის რისი გაკეთება უნდა დავიწყოთ ან ვაკეთებთ, მაგრამ უნდა გავაუმჯობესოთ? რა თქმა უნდა გზა საკმაოდ კომპლექსური არის, მაგრამ თავიდანვე მაინც მინდა აღნიშნო, რომ მარტივი გადაწყვეტილება ნამდვილად არ მიუღია ევროკავშირს ხა ამ გაფართოების პაკეტთან დაკავშირებით. ეს იყო რაციონალური გადაწყვეტილებაც, მაგრამ ამავდროულად ზერაციონალური გადაწყვეტილებაც და მოდით ასე ვთქვათ, რომ ორივემ გაიმარჯვა ამ შემთხვევაში ევროკავშირმა და საქართველომ ამ გადაწყვეტილებით. საქართველო უკვე ჩავარდა გაფართოების სივრცეში და ამას ვერაფერი ვერ შეცვლის. გარდა იმისა, რომ არ მოხდა სასწავლი და საქართველომ ასე ვთქვათ, თვითონ არ თქვა უარი აღნიშნულზე. გზა, რა თქმა უნდა, როგორც თქვენ ახსენეთ, არის კანდიდატობის გადაწყვეტილების გაფორმება ისე, როგორც არის, რომ დაიწყოს მოლაპარაკება, თუმცა ჩვენ გვაქვს 2024 წელი და 8 ნოემბერს 2023 წლის დოკუმენტით უკვე გამოიცა საქართველოს შეფასება 121 გვერდზე არის ეს ჩამოყალიბებული და საკმაოდ ბევრი რეკომენდაციები გვაქვს შესასრულებელი, თუნდაც ამ მომავალი წლისთვის. სხვათა შორის ჩვენ მთელი შარშანდელი წელი დავუთმეთ 12 რეკომენდაციას, ან არა და უკვე წამოვიდა რეკომენდაციების მთელი წყება და ის ძალიან გამრავლებულია. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ რაც უფრო ახლოს ვართ ევროკავშირთან, მით მეტი და მეტი რეკომენდაციები იქნება შესასრულებელი. დიახ, აუცილებლად აი სანამ რეკომენდაციებზე კიდევ ვისაუბრეთ, უნდა გკითხოთ დივიდენდები, რომელსაც ქვეყანა ღებულობს მას შემდეგ, რაც მას მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. ეს დივიდენდები რაღაც კონკრეტულ ფორმაში გამოიხატება და რა არის ეს დივიდენდები, აი საზოგადოებისთვის რომ განმარტოთ, როგორ აისახება მათზე პირველ რიგში ქვეყნის კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, აქ არის წმინდა სტრატეგიული, ასე ვთქვათ, მნიშვნელობის დივიდენდი, ქვეყანა რომ ჩავარდა გაფართოების სივრცეში, ეს პოლიტიკური სტატუსი არის, პოლიტიკური რეპუტაციის საკითხია, ამავდროულად არის ეკონომიკური დივიდენდები, ანუ საქართველოსა და ევროკავშირს შორის მეტად გაღრმავებული, გაფართოებული ვაჭრობა და რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირ, ასე ვთქვათ, მოდით სოციალური დავარქვათ ამას, ხალხმა რეალურად უნდა იგრძნოს ევროპული ფასეულობები საკუთარ ცხოვრებაში, ძირითადად დასაქმებასა და როგორც მომხმარებლები. ამდენად ეს ყველაფერი გადის, რა თქმა უნდა, ევროკავშირის მხრიდან ძალიან დიდ ფინანსურ დახმარებაზე საქართველოს მიმართ და იმ გაძლიერებულ მონიტორინგზე, რომელიც წარიმართება 35 თავის მიმართულებით, რომელიც 6 დიდ გამსხვილებულ კლასტერში არის გადანაწილებული. მიეცემა დახმარება პირდაპირ ხელისუფლებას, მიეცემა დახმარება პირდაპირ ბიზნესს, მიეცემა დახმარება პირდაპირ განათლების სფეროს და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში გათვალისწინებული არის გამრავლებული სამუშაო ადგილები, გამრავლებული ეროვნული წარმოება, გაუმჯობესებული ხარისხი და სერვისები და ხელმისაწვდომობა, ასე ვთქვათ, საჯარო და სოციალურ სერვისებში. ქალბატონო ეკა, თუმცა ეს აუცილებლად იქნება გაძლიერებული მონიტორინგის ქვეშ, ბევრად უფრო ზედამხედველობა, ასე ვთქვათ, ევროკავშირის მხრიდან უფრო გაიზრდება, ვიდრე აქამდე იყო, რაც იდეაში ბუნებრივია, თუმცა აიქენა გამომდინარე მიჩნდება ესეთი კითხვა. რამდენად მოხერხდება ამ ახალი რეგულაციების თუ
გაზრდილი დაფინანსების სწორი ფორმით ინტეგრირება საზოგადოებაში, რა მიმართულებითაა საჭირო მუშაობა, რომ ეს მოხდეს, რათა საზოგადოების დიდმა ნაწილმა გაითავისოს, რომ ევროკავშირის წევრობა, თუნდაც კანდიდატის სტატუსი და სურვილი პირველ რიგში არა რაღაც ეკონომიკური დოვლათის ბუნებრივია, მაგრამ პირველ რიგში ეს არის პასუხისმგებლობა და ძალიან ბევრი წესი და რეგულაცია, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ და მივეჩვიოთ ამ სტანდარტზე, ასე ვთქვათ, ცხოვრებას და აი ამის ინტეგრირებისთვის თქვენი აზრით რა არის საჭირო საზოგადოებაში და საზოგადოებისთვის? პირველ რიგში გეთანხმებით, გაძლიერებული დახმარება ნიშნავს გაძლიერებულ მონიტორინგს ევროკავშირის მხრიდან. ზოგადად ორმხრივად იზრდება პასუხისმგებლობა, რადგან ევროკავშირმა აიღო თვითონაც ეს ვალდებულება, რომ საქართველოს ასე ვთქვათ, მოათავსა გაფართოების სივრცეში, ევროკავშირი იღებს მეტ პასუხისმგებლობას, არა მარტო ფინანსურ დახმარებას, არამედ მეტ მონიტორინგთან მიმართებით და რა თქმა უნდა გაიზარდოს საქართველოს მხრიდანაც პასუხისმგებლობა. ეს არ არის მარტო სახელმწიფო პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, დიდი წილი პასუხისმგებლობისა, ვალდებულებების შესრულებისა ძევს მათზე, მაგრამ ეს არის სამოქალაქო სექტორის და თითეული, ასე ვთქვათ, ადამიანის მოქალაქის პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობის გაზრდაში ვგულისხმობ ამავდროულად იმას, რომ უნდა იყოს ინტენსიური, უწყვეტი კომუნიკაცია მაინც, რა არის ევროკავშირი, რა არის ევროკავშირის ფასეულობები და საერთოდ როგორი არის თუნდაც ევროკავშირში გაწევრიანების გზა მუდმივად საქართველოს მოსახლეობასთან და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან. პასუხისმგებლობაში გულისხმობ იმასაც, რომ აი, როდესაც ეკითხებიან საქართველოს მოქალაქეს, გინდათ ევროკავშირი, ეს არ იყოს მარტივი კი, არამედ ეს იყოს გააზრებული კი. მაგალითად, თქვა დამსაქმებელს ეკითხებიან საქართველოში, გინდათ ევროკავშირი, დამსაქმებელი რო ამბობს კი, ნიშნავს, რომ მან უნდა გაანაწილოს თავისი დივიდენდები და შექმნას ღირსეული დასაქმება და ღირსეული შემოსავალი დასაქმებულისთვის. როდესაც ბიზნესს ეკითხებიან საქართველოში, გინდათ ევროკავშირი, თუ ის პასუხობს კი, მაშინ მან სამართლიანად უნდა ითამაშოს ბაზარზე და მომხმარებელს შესთავაზოს სამართლიანი თამაშის სახელშეკრულებო პირობები, ხელმისაწვდომი ფასები და არა მტაცებლური ფასები და ასე შემდეგ. ჩართვას გავაკეთებთ, ამაზე იყო უკვე საუბარი, გარკვეულმა სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ საქართველოში ბიზნესის რამდენიმე მიმართულება საკმაოდ მონოპოლიურია და ასე ვთქვათ, ფასების რეგულირება ხდება 2-3 კომპანიას შორის შეთანხმებით და სხვა კომპანიები საერთოდ განდევნით, რაც აბსოლუტურად არ არის ევროპული მოდელი. და აქედან გამომდინარე და შესაბამისად ასევე არსებობს ევროპული წესები ფასებთან დაკავშირებით, როდესაც რაღაცა არ შეიძლება უბრალოდ იყოს ამაზე პირობით თანხაზე ძვირი. რადგან ის უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასათვის. აი ამასთან დაკავშირებით იგივე ბიზნესი როგორ მოახერხებს თქვენი აზრით, თუნდაც ამ 6 წელიწადში გადართვას, რადგან გინდა არ გინდა მოუწევთ ამ შემთხვევაში ეს პოლიტიკური დაკვეთაც არის და საზოგადოებრივიც მოუწევთ. აი, რამდენად გაუმარტივდება იგივე ბიზნესს და რამდენად არ შექმნიან, ასე ვთქვათ, პრობლემას ამ მიმართულებით, თქვენი აზრით. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ პასუხისმგებლობა და ვალდებულებები არავისთვის არ ამარტივებს ცხოვრებას. იქნება ეს ბიზნესი, იქნება ეს ხელისუფლება, იქნება ეს ინდივიდი, ადამიანი თუ სამოქალაქო სექტორი. ის ართულებს და კომპლექსურს ხდის. ეს უნდა გავიაზროთ უბრალოდ ყველამ. სხვა არჩევანი არ არის. მეორე, ჩვენ აუცილებლად უნდა გავიაზროთ, რომ როგორც კი სხვა ქვეყნებიც დღეს რომ უკვე არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები და იგივე პოსტსაბჭოთა ქვეყნები, გაიარეს მათ ეს და ნიშნავს, რომ ეს შესაძლებელია და იქ არავინ არ გაკოტრებულა და არავინ ცუდად არ გამხდარა პირიქით წინ წავიდა პროგრესისკენ ქვეყანა და საზოგადოება და ეს მაგალითები უნდა გამოვიყენოთ და მესამე უნდა გავიაზროთ ისიც რომ ხელისუფლებამ უნდა გამოხატოს ნება რომ ეს ვალდებულებები დაიყვანოს ისე დინამიურად და ისე მაქსიმალურად უმტკივნეულოდ რომ შეძლოს ეს რეფორმირება. სხვათა შორის ამ საკითხთან დაკავშირებით გეტყვით რომ უკვე გვიწერია რეკომენდაცია, პირდაპირ გვიწერია რომ კონკურენციის სფერო არის საწყის ეტაპზე, ეს და გვაქვს რეკომენდაციები ნიშნავს რომ მომავალი წლისთვის უკვე უნდა დავიწყოთ ამის შესრულება, ხოლო ამავდროულად გვიწერია რეკომენდაცია რომ მომხმარებლის ეკონომიკური ინტერესები დაიცავით. ესე იგი ეს რეკომენდაცია რადგან დაფიქსირებულია ჩვენი მხრიდან შესასრულებელი არის. ასე რომ ხელისუფლება გამოძებნის ამის ალბათ მეთოდებს და მოდელს, თუმცა ეს უნდა იყოს ორმხრივი და არ უნდა იყოს რაღაცა ესეთი სასტიკად იძულებითი ფორმა ამან არ უნდა მიიღოს. ყველამ უნდა გავიაზროთ ჩვენი ვალდებულებები.
გეთანხმებით და ქალბატონო ეგა მე როგორც ვიცი თქვენ ძალიან დიდი ხანია ასე ვთქვათ საქართველოს ევროპის ურთიერთობით ხართ დაკავებული წლებია და ამასთან დაკავშირებით მაინტერესებს ამ შემთხვევაში რამდენად შეიცვალა ვითარება დროის განმავლობაში საზოგადოებრივი აზრის თვალსაზრისით, რადგან ბევრი მითი ვრცელდება ზოგადად ევროკავშირზე იმაზე, რომ რაღაცებს დაგვავალდებულებენ, ასე ვთქვათ, თითქოს და ცუც ან ქართველებისთვის ცუც, აი ესე რომ ვთქვათ, ეს საკმაოდ პრობლემატური საკითხი, რადგან არის საზოგადოების ნაწილი, რომელსაც რეალურად ამის ჯერა, ეს არ არის თითქოს სახუმარო საკითხიც და აქედან გამომდინარე, აი ამდენი წლიანი ურთიერთობის დროს თუ ყოფილა საერთოდ შემთხვევა, რომ როდესაც ევროკავშირი რაიმეს გავალდებულებს პირდაპირ გაგებით ქვეყანას, რომ შეცვალო რაღაც შენთან მიღებული ტრადიცია იქნება ეს თუ კანონი, ასეთი რამე საერთოდ თუ ყოფილა, ან ზოგადად საიდან მოდის ეს წარმოდგენები, რატომ იქმნება და რატომ ხდება რაღაც საზოგადოების ნაწილი პროპაგანდის მარტივი მსხვერპლი. გიორგი, სხვათა შორის უნდა ვაღიარო, რომ უკვე 14 დეკემბრის შემდეგ სულ რამოდენიმე დღეა გასული კანდიდატობის სტატუსი, რაც მოგვანიჭეს და ახალი დეზინფორმაციები დაიწყო საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, საქართველოში მიმდინარეობს ჰიბრიდული ბრძოლა საქართველოს პროგრესის წინააღმდეგ და ჩვენ არ ვართ დაცული, რომ მეტი და მეტი დეზინფორმაცია გავრცელდება საქართველოში, მაგრამ ჩვენი შეგნება, ჩვენი კრიტიკული დამოკიდებულება, ანალიტიკა და სული და გულით ჩართული ევროპული ალბათ დაგვაძლევინებს ამ ყველაფერს. არ მახსენდება, მე დაახლოებით 28 წელია მუშაობ ამ სფეროში, ევროკავშირს საქართველოს წინაშე დაეყენებინა ისეთი მოთხოვნა და ვალდებულება, რომელიც ეწინააღმდეგება ენას არწმუნოება მამულს. მოდით ესე ვთქვათ, ხო? ეხლა ამას გავამყარებ იქიდანაც, რომ ევროკავშირი მოიცავს 27 აბსოლუტურად განსხვავებულ ევროპულ ქვეყანას, თავისი ენით, თავისი ისტორიით, თავისი ადათით, ტრადიციით, ოჯახის გაგებით და ყველაფრით. და ევროკავშირისთვის არც ერთ ამ სახელმწიფოს 27 სახელმწიფოს არ მიუწია უფლება ამ საკითხებში ჩარეულიყოს. ანუ არ აძლევს ამ საკითხების რეგულირების ძალაუფლებას. ამდენად ევროკავშირი ვერ იღებს ვერანაირ ვერც კანონებს, ვერც რეგულაციებს იმ სფეროში, რაც დაკავშირებული არის ამ ენასთან, კულტურასთან, ოჯახთან და ასე შემდეგ. ევროკავშირი არეგულირებს ბაზარს, ეკონომიკას, ვაჭრობას, ამ ბაზრის უსაფრთხოებას და იმ ბაზრის, ასე ვთქვათ, აქტივობებში ჩართული დასაქმებულისა და მომხმარებლის, ასე ვთქვათ, სტანდარტებს. ამდენად ეს არის დეზინფორმაცია, პირიქით, ევროკავშირმა უკვე რამოდენიმე ჩვენი ისტორიული ძეგლი, კულტურული ძეგლი, აგვიხორძინა, შეგვინარჩუნა. რაც შეეხება ენას, ალბათ ჩვენ ხვდებით, რომ თვით ევროკავშირის ელჩიც კი ქართულად, ასე ვთქვათ, მოგვესალმა 14 დეკემბერს და მოგვილოს, ეს არის თუნდაც იმის დემონსტრირება, ენა როგორი პატივსაცემი არის. ჩვენ როდესაც ევროკავშირის წევრი გავხდებით, ჩვენი ენა დაემატება ევროკავშირის ენებს, როგორც ოფიციალური ენა. მიმდინარე ისიც მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ასოცირების შეთანხმება გვაქვს ევროკავშირსა და საქართველოს შორის, იქ პირდაპირ წერია, რომ თვით სამართლებრივი დაახლოების პროცესში ევროკავშირის კანონები ჯერ ქართულად უნდა ვთარგმნოთ, რომ დაახლოება ზუსტი და კარგი განვახორციელოთ. ასე რომ ძალიან ბევრი არის იმის საწინააღმდეგო, ვიდრე ჩვენთან დეზინფორმაცია ვრცელდება. დიახ, და ქალბატონო, ეგ ასევე უნდა გკითხოთ აუცილებლად იმ 9 დათქმასთან დაკავშირებით, 12 რეკომენდაციიდან დარჩა 9 და ის გადაკეთდა ახლა 9 დათქმად, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა შესრულდეს. რამდენად გესახებათ იმ ადამიანებს, ვინც ევროკავშირთან ურთიერთობებით ხართ დაკავებული, ევროკავშირს და საქართველოს ურთიერთობების სპეციალისტები ბრძანდებით, როგორ რჩევას მისცემდით პოლიტიკურ ჯგუფებს, როგორ უნდა მოახერხონ მათ ის კონსოლიდაცია, რომ თითქოს მარტივი მოთხოვნები, რომელიც საჭიროა და აუცილებელია ქვეყნისთვის, იმ ქვეყნისთვის, რომელსაც სურს ევროკავშირის წევრი იყოს, როგორ უნდა მოახერხოს ამ 9 დათქმის განხორციელება? უპირველეს ყოვლისა, უნდა შემცირდეს ასეთი მკაცრი პოლარიზება. იცით, ერთ მაგალითს მოვიყვან, როდესაც უნდა შემდგარიყო 14 დეკემბერს ევროპული საბჭოს და ეს ისტორიული, ასე ვთქვათ, სამიტი, შარლ მიშელმა, ევროკავშირის პრეზიდენტმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მიმართა 27-ვე ქვეყნის პირველ პირს, მოდით ესე ვთქვათ და უთხრა, რომ მოდით ბრუსელში ისე, რომ მოიტანოთ კომპრომისები და საერთო ევროპული ინტერესები დააყენოთ ეროვნულ ინტერესებზე მაღლა.
ეს არ იყო მარტივი განცხადება, ხვდებით? ეს იყო უფრო დიდი სიკეთისთვის მსახურებით, მოსულიყვნენ კომპრომისებით პოლიტიკოსები, რამე თუ თითოეული წარმოადგენდა თავის ეროვნულ ქვეყანას და რა თქმა უნდა მოდიოდა ეროვნული ინტერესებით. მაგრამ ბრუსელმა და 27-მა სახელმწიფომ შეძლო უდიდესი კომპრომისის მიღწევა და საერთო ევროპული გადაწყვეტილების მიღება. ეს მაგალითი უნდა გახდეს საქართველოს პოლიტიკური სპექტრისთვის, იქნება ეს სახელისუფლებო თუ იქნება ეს ოპოზიციური, ამაზე უფრო დიდი სიკეთე, საერთოდ დიდი სიკეთე არ არსებობს, ვიდრე ევროპული ინტეგრაცია და მათ მოსწონ თუ არ მოსწონ, უყვართ თუ არ უყვართ ერთმანეთის, ძულთ თუ არ ძულთ, ამ საკითხზე ისინი ერთად უნდა დასხდნენ. რატომ? ქართულმა ხალხმა დაუკვეთა მათ ორივეს ეს და ისინი უნდა გაერთიანდნენ ქართული ხალხის ინტერესების ირგვლივ. თუ ისინი ერთად დაჯდებიან და დეპოლარიზაცია შეამცირებენ, საერთოდ არ მიმაჩნია, რომ რაიმე სხვა საკითხის მიღწევა გართულდება ჩვენს ქვეყანაში. სხვათა შორის მე მახსოვს 2013-2015 წლები, ეს 2 წელი, როდესაც ევროკავშირმა საქართველოს მისცა ურთულესი გეგმა, ვიზა ლიბერალიზაციის ურთულესი გეგმა, არც იყო მოლოდინი, მაშინაც ბრუსელში რო ეს შესრულდებოდა საქართველოში, გულწრფელი ვარ, მაგრამ 2 წლის განმავლობაში საქართველოს დადო ერთ-ერთი ყველაზე კარგი შედეგი, რომელიც მე ბრუსელმა აღიარა და ჩვენ მოგცეს უვიზო რეჟიმი. ასე რომ შეუძლებლად არაფერს არ ვთვლი, თუ ნება იქნება გამოხატული და ამ შემთხვევაში ნება უნდა გამოხატოს ყველა პოლიტიკურმა ძალამ. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ეკა საინტერესო პასუხებისთვის, დაგემშვიდობებით. გადაცემის სტუმარი გახდათ ასოციაცია ევროპის დროით თავმჯდომარე ქალბატონი ეკა ქარდავა, რომელმაც უპასუხა კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველოს იმისათვის, რომ ამ 6 წლის განმავლობაში მოახერხოს და გახდეს შემდგომში უკვე 2030 წელს ევროკავშირის წევრი. ჩვენი გადაცემა ამით დასრულებულია, თუმცა გიტოვებთ ანა ვაშაყმაძის ძალიან საინტერესო სიუჟეტს, მე კი უკვე მომდევნო შაბათს შეგხვდებით. კანდიდატის სტატუსი რომ მოგვანიჭა ევროკავშირმა, ამასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ, რამდენად კარგია ჩვენთვის? ძალიან ბედნიერი ვარ ამ კანდიდატის სტატუსით და იმედი მაქვს, რომ აქ არ გავჩერდებით და რაც შეიძლება რეკორდს მოხსნით და რაც შეიძლება მალე შევალთ ევროპაშიც. მოლოდინი გქონდათ რომ მოგვანიჭებდნენ ახლა? სიმართლე რომ გითხრათ, ეჭვი მეპარებოდა, მაგრამ მაინც მჯეროდა, იმიტომ რომ ქართული ხალხი ნამდვილად ევროპელია და ამიტომ იმსახურებდა. დადებითად აფასებთ ამ პროცესს. უშუალოდ რომელ სფეროებზე აისახება პროგრესულად სტატუსის მინიჭება და შემდეგ უკვე იმედი მაქვს ძალიან მალე წევრობაც. ჩემი იმედია, რომ პირველ რიგში განათლება შეეხება პროგრესი, ხარისხს, პროგრამებს, სასწავლო პროგრამებს, მასწავლებლების პროფესიონალიზაციას უფრო მეტად და შემდეგ უკვე სხვა სფეროებსაც, მაგრამ განათლებით უნდა დაიწყოს, რა თქმა უნდა. კარგი იქნება, რა თქმა უნდა, სწავლის სტილიც შეიძლება უნივერსიტეტებში დაიხვეწება განათლების სისტემაც. ახლა დიდი იმაში მე ვერ ვერკვევი, მაგრამ კარგი უნდა იყოს ეს და ვნახავთ რა როგორ იქნება შემდგომში. პირველ ნაბიჯია ეს ჩვენთვის და იმედია ის კანდიდატის მიგვენეჭება, რაც საქართველოს ეკუთვნის ძალიან სასიამოვნოა ქართველი ხალხისთვის. როგორც იცით, მოგვენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. რას ფიქრობთ ამ საკითხზე, რამდენად კარგია თუ ცუდია ჩვენი ქვეყნაში? მე დადებითად ვუყურებ ამ ფაქტს და ძალიან დიდი მოლოდინები მაქვს, რომ რაც შეიძლება მალე გავწევდეთ ევროკავშირში და ჩვენი მიზნები უფრო დადებითად შევასრულოთ და ქვეყნის განვითარებას, რა თქმა უნდა, ეს ხელს შეუწყობს, მაგრამ რაც უფრო მალე იქნება და მალე მივიღებთ სტატუსს, ანუ უკვე წევრის სტატუსს და არა კანდიდატის სტატუსს, მით უფრო უკეთესი იქნება ჩვენთვის, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, კარგია, იმიტომ რომ ძალიან ბევრ შესაძლებლობას გვიხსნის, რა თქმა უნდა, ახალგაზრდებს და პირველ რიგში მე როგორც სტუდენტს მოხარული ვარ ამით. განათლების მეთოდები, ახალი განათლების მეთოდები არ არის გამორიცხული, რომ დაინერგოს ჩვენს უნივერსიტეტებშიც და ანუ უფრო შეიძლება გასცით პროგრამები, რა თქმა უნდა, ჩვენს უნივერსიტეტს არაკლია, მაგრამ ამ მხრივ უფრო განვითარდება. სიმართლე გითხრა, მე ძალიან არ ვაკვირდები ახლა პოლიტიკას და არ ვიცი რა სიახლეებია და ამიტომ უკვე მომტეროთ დავტოვებ ამ საკითხს. ჩემი აზრით კარგი იქნება, იმიტომ განვითარება საჭიროა და სტატუსის მინიჭების მხრივ უფრო განვითარდებით ჩემი აზრით. რა თქმა უნდა, კარგია, იმიტომ რომ ევროკავშირთან ურთიერთობა ნიშნავს მშვიდობას, ერთიანობას და იმედია ის პრობლემები, რაც გქონდა, რაც ვერ გვანიჭებდა ევროკავშირის წევრების სტატუსს, მალე აღმოფხვრილი იქნება. რაც უფრო მალე მივიღებთ წევრობას, ეგ უფრო უკეთესი იქნება, იმიტომ რომ ევროკავშირი არის ერთადერთი გზა, რითიც შეიძლება ქართველებმა დავიცვათ ქართველობა. ის ქართველობა, რომელიც დღევანდელ საქართველოს, დღევანდელ სამყაროს შეესაბამება. რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ იმასაც გააჩნია, როგორ გამოვიყენებთ ამ სტატუსს. ანუ კარგი კია, მაგრამ გამოყენება სჭირდება სწორი და მართებული.